ღამის შოუ, მეგობრებო, კვლავ გრძელდება საპროტესტო მარშები და აქციები. ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან აქციაზე საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, როგორც იცით, აპირებდა პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლას, მაგრამ იქ დასამონტაჟებელი სცენა და აპარატურა პოლიციამ არ შეუშვა და გაგიკვირდებოდა ეს აპარატურა დააპატიმრა. დააპატიმრა. სხვათა შორის მეორედაც მიიტანეს, მაგრამ მეორედაც ჩამოართვეს და დაუპატიმრეს აპარატურა. ამიტომ სალომეს მოუწია სიტყვით პირველი სკოლის წინ გამოსულიყო. ანუ ორი სცენა და აპარატურა დაუპატიმრეს სალომეს. სხვათა შორის ამ თავრობის ამბავი რო ვიცი, არ გამორიცხავ მოწმე პოლიციელების შვენების შემდეგ სცენას და აპარატურას 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯო. პოლიციელებზე თავდასხმის გამო. სიგიჟე. სალომემ თავის გამოსვლაში ბიძინას შესთავაზა შეხვედრა და დიალოგი. ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ბიძომ კითხა, რა არის დიალოგიო, სალომეო? რა ვიცი, სალომემ უთხრა, რომ დავსხდეთ, დავილაპარაკოთო, რა ვიცი, აზრები გავცვალოთო. ბიძომ, რამდენს დაამატებო? და სალომემ კი მაგრამ რა უნდა დავამატო? არა, აზრები ხო უნდა გავცვალოთო არა და ჩემი აზრებია უფრო ძვირი ღირსო და შენო რამდენს დაამატებო? კითხა. ბიძინამ დიპლომატიურად სადა დიალოგისთვის თავის არიდება, კაცო, მე რა შუაში ვარო? მე კი არ მართავ ამ ქვეყანას. აგერ კობახიძე ხო არისო დამოუკიდებელი პრემიერი და იმას ელაპარაკეო, კაცო. და სალომემ ისა ბიძინა და რო არ დამელაპარაკოს კობახიძეო და ბიძომ უთხრა, რას ქვია, კაცო, არ დაგელაპარაკოსო. მე ვეთყვი და დაგელაპარაკებაო, თუ არაო, სულ კინწისრვით გავაგდებ თანამდებობიდან მაგ დამოუკიდებელ პრემიერს. ამ აქციაზე 100,000 კაცზე მეტი იყო სხვათა შორის მისული, მაგრამ ჩვენმა დამოუკიდებელმა პრემიერმა თქვა 3,000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბესო. ირაკლი, კარგი რა. ბიჭო, 1-0 მაინც მიამატე, იქნებ შენიანები მაინც მოატყუო. სოთა. გაფიცებ ისე ირაკლი, შუბლზე ერთხელ მაინც ხო შეიძლება რომ გადაიძიოთ მები. რა ვიცი, დაკვანახე ხა, ის შუბლის ზარყვი გაწყვეტილია, მრთელია, როგორ არის, კარგად არის, ცუდად არის, რა ვიცი. ნუ კაი, ჩვენ თუ არ გვანახებ, შენ მაინც ჩაიხედე სარკეში, კაცო, ნახე, არ გაინტერესებს. კობახიძემ ასევე განაცხადა, კვლევის შედეგები მოგვეწოდეს და ჩვენი რეიტინგი უცვლელიაო. ახლა რა შეიძლება ამაზე ითქვას? მეგობრებო, რეიტინგსაც თუ ისე ითვლით, როგორც ხალხს თვლით აქციებზე, ნამეტანი ცუდად გქონიათ საქმეში. დათქვა გამოასწრო. მოკლედ ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს კობახიძე, რომ დასცინის ცა და დასცინის დედამიწა. ოღონდ პირდაპირ გაკებით ვამბობ. პარლამენტიდან რო გამოდის, ქვევიდანაც სიცილი ესმის და ზევიდანაც. თან ზევით, ასეთი ფორმის ღრუბელი კეთდება. თითი და მეტი რა ვიცი, რაღა უნდა მოხდეს მეტი. ცაც და მიწაც გეუბნება, გამოფხიზდი ირაკლი. ამ აქციაზე ძალიან ლამაზი პერფორმანსიც მოეწყო სხვათა შორის ხორუმის ცეკვით ჩაიარეს მოცეკვავეებმა და ამ ამბავმა მინდა გითხრათ, რომ სოფლიო შემოიარა. მოკლედ, მთელმა სოფლიომ გაიგო ამ ულამაზესი პერფორმანსის შესახებ. ერთადერთი ქართულ ოცნებას არ გაუგია სხვათა შორის, თურმე მაგ დროს ლეზგინკას ეკავდნენ პარლამენტში და არ ესმოდათ ხოლმე. ვერ გაიგო. არ ცოდვა. და ასეთ გულანთებულ ახალგაზრდებზე ამბობს კობახიძე ქართული კულტურის და ტრადიციების წინააღმდეგ იბრძვიან. არა. გეუნებით. მე ჩვენი სამედიცინო სისტემის გამკვირვებია. რა გახდა ერთი ცარიელი პალატა? რა გახდა? ბოლო პრემიერია, კაცი. კობახიძე და ოცნების ლიდერები ტრამპის ინაუგურაციას რომ ელოდნენ და ამტკიცებდნენ ოციანურიდან ყველაფერი კარგად იქნებაო, ახლა დინარაძემ განაცხადა ტრამპთან დაკავშირებით ზედმეტად იმედიანადაც არ უნდა ვიყოთო. დასანქცირებულმა ოცნების წევრებმა კითხეს, კაცო, გაკვირვებულება, აბა რომ მკვირდებოდი და რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ სანქციები მოგვეხსნება და კარგად ვიქნებითო და მდინარაძემ კარგით რა. ბიჭო, თქვენ მაინც რა გჭირთო რა? ხალხი ვითიჯერებთ ამ დაპირებებს. ამხელა ხალხი ხარ, კაცო. კახა კალაძესაც შეერყა, მინდა გითხრათ იმედები და განაცხადა, იცით რა არისო, ტრამპი ამერიკის ინტერესებს გაატარებს. ჩვენ გასაკეთებელს ის ვერ გააკეთებს. აბსოლუტურად გეთანხმები კახი, მართალი ხარ. ტრამპი ამერიკის ინტერესებს გაატარებს. ხო, აბა? ქართული ოცნების წევრი კი არ არის, კაცო, სხვის ინტერესები გაატარებს ქვეყანაში. იმაშიც მართალი ხარ, რომ თქვენს გასაკეთებელს ტრამპი ვერ გააკეთებს. ეხლა თქვენს მაგვირა ტრამპი ვერ წავა ხელისუფლებიდან. ეგ არის ძმაო თქვენი გასაკეთებელი. ხო? ეგრევე. ისე ამ 12 წლის მანძილზე ერთხელ მაინც რომ გეფიქრათ თქვენს გასაკეთებელზე. ახლა ხო აღარ დაგჭირდებოდა ტრამპის იმედზე ყოფნა, ხო? არა. ამერიკელებმა შემოთვალეს ტრამპის მოსვლის მოლოდინში სიცილის ნაცვლად ივანიშვილი წესით უნდა ნერვიულობდეს სანქციების გამო. ოცნება არაა ტრამპის და ამერიკის მეგობარიო. რას ლაპარაკობთ?
აი რას ლაპარაკობთ ხალხო? აი რა გააცინებს ახლა ბიზნესს, აი რა გააცინებს? სხვათა შორის ეგ გაცინებული იჯდეი რაო, ხო გახსოვთ? აი მაგის შედეგად არ არის. ბოლო მისი სიცილი რაც ნახეთ იყო ეგ. და საერთოდ ვინ გითხრათ რომ არ ნერვიულობს ბიზნა? აი ვინ გითხრათ? ძალიანაც ნერვიულობს. აი ისე ნერვიულობს რომ თამა გაუთეთრდა უკვე კობახით. სხვათა შორის ბიზნა როცა არის ცუდად, ბიზნა არ არის ცუდად. იმიტომ რომ ბიზნა რო ცუდათაა, ირაკლია ცუდად. ეს კარგად ამობენ რომ ქართულ ოცნებაში შიდა დაპირისპირებაო, ღარიბაშვილი და წულუკიანი თურმე გაბუტულები არიან. კარგია. ასე გააგრძელეთ მეგობრებო, რაც უფრო ერთმუშტად არ იქნებით შეკრული. მით რომ მალე ეშველება ქვეყანას. ისე კობახიძეს მინდა ვკითხო, მართლა ის სად არის ღარიბაშვილი ხო არ იცით? იმიტომ რომ არც ადარჩენს და რაღაცნაირად მოგვენატრა ისიც ხალხს. აი თვითონ არ ჩდება ეკრანთან, მაგრამ აი ხანდახან სურათი მაინც რო გვანახოთ. რავი, ან შენ მაინც თქვი ხოლმე დღეში 3-ჯერ 4-ჯერ დიდი მადლობა ბატონ ბიზნას. რომ რაღაცნაირად გავიხსენოთ ირაკლი რა. აი ეს მოჭიმული კაცი მომენატრა ისიც ძალიან. დაწესიო, ჯერ შეგვაჩიოთ, შეგვაყარეთ და ეხა არ შეიძლება. გერმანიამ 217 მილიონი ევროს პროექტები შეგვიჩერა. მათ შორის არის ბათუმის წყალმომარაგების პროექტიც. ნუ ლოგიკურია ხო, რომ რიჟვაძეს კითხეს ეხა ბიჭო, არ გცხვენია. აი არ გცხვენიათ, რომ თქვენი ქმედებების გამო უწყლოდ რჩება ბათუმიო. და რიჟვაძემ სიცრუეს ნუავრცელებთო, რა უწყლოთო? ვერ ხედავთ აქ რამ ხელა ზღვა გვაქვს, ხო? ბათუმში წყალს რა გამოვლევს? ისე ძალიანაც არ შეაშინოთ ახლა ოცნება მაგამბით რა. ისევ თავის ასაკეთოდ გამოიყენებენ, ზუსტად ვიცი. და მომავალ არჩევნებში ხახვი და კარტოფილიც აღარ დაჭირდებათ. პირდაპირ ერთ ჭიქა წყალზე მიაცემირებენ ხმას თავის ამომრჩევლებს. რა პრობლემაა? ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ დაიწყო რეპრესიები სამსახურშებშიც, ათავისუფლებენ მოკლედ ყველას. რავი, ვინც კი ქართული ოცნების მომხრე არ არის, აი მაგალითად ავიღო ტყიბული. 100-ზე მეტი მეშახტე გაათავისუფლეს, ხო? რადგან არ უჭერდნენ მხარს ოცნებას. აბა იყავი ოცნების მეხუთბე? გაგათავისუფლებენ კი არა, შეიძლება ახალი წლის კონცერტშიც კი ჩაქვს. თან ეხლა მაგათ ისე უჭირთ ამ მომღერლებში, რომ მეშახტე იქნება, მეეზოვე თუ მშელებელი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, კაცო. თავარი ერთხელ მაინც კონდეს ნამღერი სუფრასთან სადღაც. 29 დეკემბერს პარლამენტში გაიმართება ქართული ოცნების პრეზიდენტის ინაუგურაცია. ყაველაშვილმა სხვათა შორის ცოტა ნერვიულობს ახლა ხო ლოგიკურია ისიც და იკითხა რომ კი მაგრამ ინაუგურაციაზე რა უნდა ვთქვაო? ხო და ნუ დაამშვიდეს უკაცო დაგიწერთო ტექსტო და წაიკითხაო, არ არის პრობლემაო და ყაველამ უთხრა, აუ ვიდეო რო ჩამიწეროთო. ხო ვიცით ეს კითხვა არ მევასებაო, დამტანჯოთ. ვიდეოს ნახავთ და გავიმეორებ, გაიგეთ? ანუ ზე გვეყოლება კანონ დარღვევით ჩატარებული არჩევნების შემდეგ, კონსტიტუციის დარღვევით შეკრებილი პარლამენტის მიერ არჩეული უუფლებო პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ადამიანის უფლებების, კანონის და კონსტიტუციის დაცვის გარანტი ქვეყანაში. ნუ ფაქტურად პარადოქსი გვეყოლება პრეზიდენტს. Mr. Paradox, ესე ეტყვიან ხოლმე, როცა წავა საზღვარგარეთ. მოკლედ კარს მოგვადგა ახალი წელი. გველის წელი მოდის სხვათა შორის. ისე გველი, ხო, არის სიბრძნის სიმბოლო. ანუ ფაქტიურად სიბრძნის წელი მოდის, ხო? ოღონდ დანარჩენ მსოფლიოში მოდის სიბრძნის წელი და ჩვენთან ყაველაშვილი იქნება პრეზიდენტი. ვიზე ნაკლებები ვარ. მოკლედ მეგობრებო, 100-ია თუ ისია, მოდის მაინც ახალი წელი და ყველას გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გამძლეობას და რაც თავარია ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში. ახლა კი თავაზობთ მოხუცების იმედიან სიმღერას მოწყენილი სახეები აღარ იქნება. რუსთაველი ყოველ ღამით ხალხით ივსება, ქართველებს როგორ გვიხდება გამოფხიზლება, სიცრუეზე გაიმარჯვებს სუფთა ხელები, მოხუცების სიყვარულით სულ გეფერებით. ახალგაზრდობა ყოფილა ჩვენი მაშველი, ამ ქვეყანას დადგება მალე საშველი, გაბრწყინდება, განათდება და ყვავდება, ჯერ აღარასოდეს არ გადაგვარდება. მოწენილი სახეები აღარ იქნება, ოცნებით დაღლილმა ერმა ასეინება, ბედნიერი მომავალი თუ
ჭირდება რომობობი გაზის ნაცვლად ვესვრის ყვავილებს დერს ბოროტის აქციელით არ გააცილებს ქვეყნის შიგნით გარედან თუ ვინმე აგვირებს ახალ პრეზიდენტს ვეთქვით და მაგრად აგინებს მოხუცები დღეს გიმღერით ლამას სიმღერას ბედნიერებას კი სურვებთ უკლებლივ ყველას ჩვენც ვართ ამ ნათელი მომავლის და მცველები კომუნიზმში გაჩენილი ევროპელები მსოფლიოში ყველგან ისმის ენა ქართული ასე რომ ვართ მძივები ვით მიმოფანტული ერთ დღეს ჩვენი დიდი ნატვრაც აგვისრულდება ყველა თავის თბილ ოჯახში დაგვიბრუნდება ქართველების ერთად ყოფნა ახლა იწყება ერთმანეთზე გაბრაზება აღარ იქნება მომავალში ცუდი სიტყვა არ დაგვჭირდება ყველა სურვილს აგვისრულებს ვინც დაგვირდება ამ ახალ წელს ვერ ვზეიმობთ დიდი ხალისი რადგან ახლა მართლა არ არის დრო ამისი მაგრამ ცოტაც მოითმინეთ არ დაგწყვეტ გული წინ გველოდება ჩვენზე იმი ევროპული წინ გველოდება ჩვენზე იმი ევროპული ახლა კი გადაცემაში სტუმრის დროა გთხოვთ მიესალმოთ ქალი ლეგენდა, ქალი ცეცხლი, სპეცრაზმელების რისხვა, ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი. ილო, შენ მართლა წამყვანი ხარ გონია? ვაიმე, ისე მართალი ხარ. ეხლა მეც იგივე დედი არ მეწიეს. ძამე ახალი ისინი შემოიტანა. მოძრაობა უნდა იყოს, რომელიც აი შენ მართლა შენი თავი ხوار გონია და მე უკვე ბევრი პროფესიები. შეიძლება ფიქრი. ოღონდ რომ დამირეკეს შენებმა გადაცემაში სტუმრობაზე ვფიქრობდი. რა შეიცვალა წინა სტუმრობის შემდეგ? ხო. აბა თუ გამოიცნობ. ბევრი რამე, მაგრამ შენ შემთხვევაში შენთვის, მარტო შენთვის. არაფერი გარდა იმისა, რომ თმები გამეზარდა და ვარცხნილობა შემეცვალა. არა, მეტი არაფერი, ხო? სულურად არაფერი. კაი და როგორ ახარ პირველ რიგში, როგორი განწყობა გაქვს? დღეს ხო იცი ისეთი უცნაური დროა, ადამიანს რო ეკითხები, როგორ ხარ? სულ რო კარგად იყოს, ადრეც მithქოს ეს, ეხაც ვიტყვი, ხო? ახალ-ახალი ტერმინები შემოდის ხოლმე. აი მაგალითად, შენი შუაღამეში ხო ზივარა და იქ ხო ეკაა და მე და ეკა შევთანხმდით რომ ვამბობთ მედგრად. ხო, მედგრად, იმიტომ რომ კარგად გარკვეული მიზეზების გამო შეიძლება ვერ იყო. მოკლედ სხვადასხვა მიზეზები. შენ როგორ ხარ? მე ჩემი ტრადიცია მაქვს, ტრადიციული პასუხი ამ კითხვაზე, ქოცებზე უკეთ. არ ვცვლი, ანუ არასდროს ვცვლი. სულ ვამბობ რომ ქოცებზე უკეთ, იმიტომ რომ მართლა ეგრევა. სულ ეგრე ხარ. კი. აი ახლა ყაველაშვილზე, მდინარაძეზე, კობახიძეზე, ბიძინა ივანიშვილზე უკეთ რომ ვარ, 100%-ით ვარ ამაში დარწმუნებული. ეგ კარგი. ყოველ შემთხვევაში უფრო მეც იღიმი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სტრესული სამსახური გაქვს. შენ აი სტრესულ სამსახურზე გამახსენდა შენ და შენი ოპერატორი იქცეცი ლეგენდება თუ ეს გივი, აი რავი, გივი, ესე იგი რაღაცნაირად ლამის კონკურენციას უწევს უკვე იმ ლეგენდარულ გივის რომელიც იყო ცისფერ მთებში გივი ჩვენა ვართ გივი, იმიტომ რომ ადრე თუ ამაზე გვახსენდებოდა გივი, ეხა გივიზე შეიძლება უცებ შენი ოპერატორი გაგვახსენდეს. ასევე მინდა მოგილოცოთ ორივეს, ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო, რომელიც გაგვიყვება სალონზურების გადმოცემას, წარმატებების რო ყველას, მათ შორის შენ სხვა კოლეგებსაც. და მოდი მოგვიყევი აქაც გივის და შენი ურთიერთობა, იმიტომ რომ შენ რო ადამიანი დინამიკაში და იმაში აყვება, ესე იგი ძალიან მოხერხებული კაცი უნდა იყოს. სხვათა შორის უცნაური ამბავი იყო და რატო? გივი ჩვენთან არის ახალი გადმოსული. არ მუშაობდა სხვა არხზე, მუშაობდა და ასეთი ახალი ამბავია, რაც გადმოვიდა. და ჩვენ მოყოლებული რუსული კანონიდან 5 ივლისიდან, მოკლედ ყველა დაძაბულობიდან ყავს ხოლმე ჟურნალისტებს, ოპერატორები, რომლებთან ერთადაც ხშირად დავდივართ, ან ფაქტობრივად სულ დავდივართ. მე გივის გადასარევად ვიცნობდი, მეგობრობდით, მაგრამ ასეთ ვითარებაში ის საგანგებო სიტუაციაში დარბევის დროს გივისთან ერთად არასდროს არ მიმუშავია და აი ერთი დარბევის ღამეს რო ვურეკავ
ჩვენ სამსახურს, რომ აი ოპერატორი ვინ მყავს და გივიო მითხრეს. ნუ გივი, კი ბატონო მეთქი. გივის დავურეკე რომ გაბუს ქონდა ჩვენთვის ეკიპირება ახალი, იმიტომ რომ ძველი გაცვდა, გაფუჭდა გასაგები მიზეზების გამო და გივი ავუშვი გაბუსთან და გივის აქვს ეს მოკიდებული ჩართვის აპარატი, ავივესტი, კამერა და ელემენტების გარეშე მარტო ეს აპარატურა არის 10-დან 15 კილომდე. სადღაც 4-5 კილო არის ელემენტები. თითო ელემენტი აქვს კამერას და ჩართვის აპარატს და 2 მიგვაქვს რეზერვი. იმიტომ რომ დარბევის დროს იქ ვერავინ ვერ მოგაწვდის, იქ გაზის კაფსულებში და ფოიერვერკში ვერავინ ვერ მოვა, ანუ განწირულია ვინც მოვა რომ ელემენტები მოგიტანოს. და გაბუსთან რო ავიდა გივი და ნუ გაბუს იქამდე ხო გაეგო რომ აი გივი ოღონდ ეს ახალი გადმოსვლის პერიოდია და შენახა რომ გივიო და შენ მიყვები დეასო, იმიტომ რომ გივი ვიზუალურად არის სუსტი ბიჭი, არანაირი სპორტული მონაცემები მას არ აქვს და იმხელა აპარატურა იყო რომ აი მხრებს ქვემოთ ქაჩავდა გივი რო დადიოდა და კი მე ვარ რომ მე დეასთან ერთად უნდა ვიმუშაო და განახებთ როგორც ვიმუშავებთ რა და გაბუ მირეკავს რომ გივიზე ვდარდობო, იმიტომ რომ რა ვიცი ცოტა ნორმალურ ჟურნალისტს გაყოლო და აი შენთან ერთად რომ მოდის გივიო და რო ვუყურებ ამ ტექნიკასო და გივისო, მოკეთ ძალიან მედარდებაო. დავიწყეთ მუშაობა მე და გივიმ და მალე დაიძაბა სიტუაცია, იქ ჩვენ სარბენი გავხდით აქედან იქით თაბუკაშვილიდან ელბაქიძეზე და იქამდე ვიდრე ეს პოლიციელებთან ერთად სირბილს დავიწყებდით, ვიდექით ქაშვეთსა და თბილისი მერიოთ შორის შემაღლებულ ადგილზე და ეს როგორი ლოკაცია, ანუ იქ რო დგახარ, თავი გაქვს მობეზრებული და რატო? ფოიერვერკს რო ისვრიან, აუცილებლად შენ ხვდება, იმიტომ რომ დასამალი ადგილი არ არის, არის ბუჩქი, საიდანაც გამოდის აუცილებლად. მოკეთ ის ვერ გიცავს, ბარიერი ვერ არის. აქედან სპეცრაზმი ისვრის გაზის კაფსულებს და ჩვენ ვართ და ეს ჟურნალისტები ვინც იქ დგავართ, აი ვცდილობთ რომ ერთმანეთი გავამაგროთ, ვეხუტებით ერთმანეთს და მუდმივად ისმის ჩემი ხმა ტელევიზორში რომ გივი სათხარ და რატო? გივი დგას ცენტრში. იქიდან ფოიერვერკი აჩვენებს ფოიერვერკს, აქედან უცებ გაზის კაფსულა მოტრიალდება და ნუ ერთი ასეთი ეს შეტაკების ამბავია და დაბრუნდა გივი ჩემთან, იმიტომ რომ მე სულ ვკიოდი რომ გივი ჩემთან. მე მგონი ამ ფრაზითაც რაღაც ამ ფრაზამაც თავისით იმუშავა. გივი მოდის და როგორ ხარ მეთქი ვეკითხები და ძალიან კარგად რა და მეთქი ან ფოიერვერკი ან გაზის კაფსულა ხო არ მოგხვდა და ვუყურებ რომ ანუ შარვალი აქ დაფლეთილი. ანუ ყველგან აქ ნაფლეთები. არა ძალიან კარგად ვარ და თან ეს ფეხები ამომწვარ. მეთქი ხომ არ გტკივა? არა, არ მტკივა. ნუ ზემოთ ავხედე ეს ქურთუკიც დაგლეჯილი, დუტი ამომწვარი და მეთქი მოდი დაისვენე 5 წუთი გივი და მე გავაგრძელოთ მუშაობა. კარგად ვარო. მეთქი გინდა ბესიკზე რომ ჰაერი ჩაისუნ თქვენ, იმიტომ რომ აირ წინაღი და სათვალე არ ეკეთა ხოლმე გივის. ანუ მე პირველად ვნახე ჩემზე გიჟი. ან მე არ მეგულებოდა, იმიტომ რომ მართლა რა ვიცი, იქ როგორ უნდა გაჩა. თვითონ განგებამ დაგაკავშირებთ. და გივი ბრუნდებოდა. ანუ მე მისდევდი გივის რომ გივი გამეჩერებინა, იმიტომ რომ გივი ბრუნდებოდა და სხვათა შორის ერთი ისიც იყო, რომ იმის მიუხედავად რომ მე ახლა სისუსტით არ გამოვირჩევი და ჭარბი წონაც მაქვს, მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში. მე მაქვს გადასარევი მონაცემები სირბილის. გადასარევი. და გივი მაქაც მაჯობა, იმიტომ რომ მე და გივი რომ მივრბოდით, ერთი პერიოდი მე და გივი გავჩერდით, იმიტომ რომ ყველას გავასწარით, პოლიციელებიც უკან მოვიტოვეთ, არა და პოლიციელები უნდა გადაგვეღო და ცოტა ხანს მე ვისვენებდით, რომ როგორღაც წამოგწეო და ის გადასაღები მასალა, რომ რაღაც ეთერში გასულიყო. მოკეთ გადასარევად გავუგეთ მე და გივი მერტმანეთს. ხო არა, საოცარი ქიმიაა. თელი ხამე დღეების განმავლობაში ხარ ხოლმე ლაივში. ანუ ცოცხალ ლაივში ესე და თანს ვაკომენტირებ, თანს ვლაპარაკობ, მე დრამატურგია ცალკე, იმიტომ რომ დრამატურგია რომელსაც შენ კი არ დგავ, მოცემულობა ქმნის, ხო? იმიტომ რომ უცებ ერთი სიტუაცია, მე ესკალაცია, მე ისევ შედარებით უფრო ჩაწყნარდება, ისევ ესკალაცია და ანუ რამე კვებაზე ხარ შენ და გივი განსაკუთრებულზე. არა მარტო შენ და გივი, თუ აი რამ ვარჯიშობთ ჩუმად სადმე აქ თავარში რაიმე ის არის ფიტნეს კლუბია, რომელიც მე არ ვიცი და არც თუ აი როგორ უნდა მოახერხო, ეს არის საოცრება. ყველა ჟურნალისტს ეხება, არა მხოლოდ შენ, მე არ მინდა ისე გავიგოთ მარტო შენ, მაგრამ განსაკუთრებულად მინდა, იმიტომ რომ ჩვენ ერთ არხზე მუშაობ და გიცნობ და აქედან გამომდინარე. რანაირად? ხო, ასპრიაში ნამდვილად არ დავდივართ. ძირითადად ხარება და შინჯიკა და ჩვენი გარ დავდივართ. ჩვენ გვაქვს აქ თავარი არხის ბაზაზე გავდივართ წურთნებს ძირითადად და ისე მივდივართ. არ ვიცი, არ ილევა ენერგია, მეც მაინტერესებს. მე ყველაზე მეტად იმაზე მეცინება ხოლმე და მეც ვერ ვხსნი. ხანდახან მგონია რომ ეს ფილმიც არის ფლით. ანუ ადამიანში რო 9 პიროვნება ცხოვრობს, 9 ერთმანეთისგან დამოუკიდება. უცებ ჩხუბობ, უცებ გამოვიხედავ ვიღიმი, უცებ მეცინება, უცებ კიდევ ყვირი, მე დავჯდები, უცებ წამოვხტებ, არ ვიცი.
რო ვიცოდი ალბათ ვერ გავაკეთებ და ამაში ამბავი რომ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში გაბუ არაფერს არ აკეთებს, ისეც განსაკუთრებულს რაიმე ან ვიტამინს ან რაღაცას, რომ ჩვენ ესე დავიმუხტით. შენთვის ყველაზე საუკეთესო ფორმატი რა არის? აი, არა მარტო ეხლა გეუბნები, არამედ აი პირველად როცა ტელევიზიასთან ქონდა შეხება, რაზე ფიქრობდი? აი, სანამ მოხვიდოდი ტელევიზიაში, რაზე გიფიქრია, რომ რა არის შენთვის საუკეთესო ფორმატი? ჩვენ წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ ნაწილობრივ ამაზე, მაგრამ კიდე დავუბრუნდეთ და ასევე ეხლა როგორ უყურებ რა არის შენთვის იდეალური ფორმატი? იმაში რაც ხარ, თუ კიდე მომავალში ფიქრობ რაღაცა სხვა ფორმატებში დატესტო შენი თავი. ახლა ცოტა ფორმატები ამერია, იმიტომ რომ ვერ ხვდები. ვეღარ ხვდები, ახლა ვფიქრობდი იმას, რომ აი ქვეყანაში ეს ვითარება, ახლა მე ილოს შოუში მივიდე, მე გამახსენდა, რომ ამ ბოლო დროს ჩემი ჩართვები კომედიურ ჟანრს გავს, იმიტომ რომ შინაგანად რა ემოციაც მაქვს, ამას ვერ ვიკავებ და შესაბამისად ახლა შენთან ვიტყვი თუ გარე ჩართვაზე ვიტყვი, არა აქვს მნიშვნელობა. ცალსახად გარეთ. ანუ ცალსახად გარეთ. კი. ოღონდ ცხადია არ მინდა იყოს ის პროცესი, რაც არის და ეს რისკი იყოს, მაგრამ მე ვერ ვხედავ ჩემ თავს სტუდიაში. ანუ ვერ ვხედავ, არ შემიძლია. ერთადერთი სტუდიაში რაც მომწონს არის მონოლოგები, რომელთა წერაც არის ცალკე რაღაცა შემოქმედებითი პროცესი და ნუ მაგ დროს ვარ იზოლირებული და როდესაც აი ჩემს სათქმელს ვამბობ, იმიტომ რომ თავის დროზე სინამდვილეში ჩემთვის გადაცემის მოცემის იდეა გაჩნდა საიდან? რომ გადმოვედი მთავარ არხზე, აშკარად არ ვიყავი ნიუსის ჟურნალისტი. ანუ ნიუსი რა არის? უნდა იყო მშრალი, უნდა იყო დავარცხნილი და რაღაც ჩარჩოში უნდა ჯდებოდე. არც ჩემი სიუჟეტები, არც ჩემი ჩართვები, ის ეპითეტები, რასაც მე ვიყენებდი, რა ფრაზებითაც ვლაპარაკობდი, ნუ არაფერში არ ჯდებოდა და გაბუმ დამიბარა და პირდაპირ მნიშვნელობით მითხრა, რომ ვინაიდან არაფერში არ ჯდება ის პერფორმანსები, რასაც აქ ადგილიო, მოდი ჩემთვის იყოს სივრცეო, სადაც რაც გინდა ის თქვი, რაც გინდა ის წერე, რომ რაღაცა ეს დაცალო შენი შინაგანი ემოცია, რომელიც გაგვსვა. აი, ასე გავხდე სინამდვილეში გადაცემის წამყვანი, რომ მელაპარაკა რაც მინდა. და ის ვერ გადაგარჩეს შენს ახლა შე რო თქვი რომ გარეთ ვარა ქუჩაში გამიგე ახლა ფაქტიურად დეა მამისეში მოგვითხრა რომ მისთვის ყველაზე საუკეთესო ფორმატი არის ქუჩაში და მაგიტომაც არის რომ მე გამოგდის ეგრე კაჩაობა სპეცრაზმელებთან შე მართლა შენი თავის სპეცრაზმელი ხო არ გონია და რაღაც და სხვათა შორის ახლა სიყვარულზე და გაგებაზე რომ ვსაუბრობთ და მათ შორის ჟილკაზე ისიც უნდა გავითვალისწინოთ მე საიდან მოვდივარ ჩემი უძვირფასესი ქალაქი ქუთაისი და ამიტომ ბოდიში ახლა ტიტუშკებს აქეთ ვასწავლეთ. რატომღაც რო ვინმესთან ლაპარაკში ჩაიჭრა, ხო, ეგ თემა. არა საოცრება არ პირდაპირ რა. არა, თვითონ ქუთაისში რო აი რო ჩადიხარ ქუთაისში, შენ ახლა ნახე აქციას რო ვერ ჩადიხარ. რატო? არ ვიცი, 24 საათია დღეღამეში, ძირითადად 24 მუშაობდა. რო აღარ არის ფიზიკური. დიდი ხანია არ ყოფილხარ იქ. 7 თვე. 7 თვე. მაგრამ ზოგადად როგორი არის ხოლმე განწყობა, როცა ჩადიხარ, როცა იქ ხარ, თქვა ადამიანები ხა ხო, ყველა სიამოვნებს, როცა ვიღაცა თავისი ქალაქიდან არის. რა თქმა უნდა, თუ თქვა ქართული ოცნების ხარდამჭერი არ არის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მაშინ მესმის, რომ შეიძლება რაღაცა უკმაყოფილო იყოს შენით, მაგრამ აი როგორი განწყობებია, როცა თქვა დადიხარ ქუთაისში, ქალაქში, ქუჩაში. სხვათა შორის ქართული ოცნების მხარდამჭერების თუ ასეთი შემორჩა ოცნებას, ქუთაისში მე მაინც უყვარ, იმიტომ რომ თავარი არის იყო ქუთაისელი. შემდეგ მოდის იქ ოცნება, ნაცი, ვიღაცა არა აქ მნიშვნელობა. თავარი ტესტი ეგ არის ქუთაისელი. იქ არის ქუთაისი და მორჩა. იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ ხელისუფლებები მიდიან, მაგრამ ქუთაისი რჩება და შესაბამისად მამა ქალაქი. ეგეთი ამბავია ჩვენ თავს. ქუთაისში ქონია მე შემთხვევა, რომ აი იქ ვიღაცასთან რამე მოქსვლია, რავი ამ ბიჭთან ან გოგოსთან და იქ ცოტა მოგიხდა რა, კაჩაობა, როგორც ამბობენ. ლატაობა. მე ძირითადად დარბევების დროს ვარ მაგით დაკავება. არა, ცხოვრებაში არა, მაგრამ ნუ ისე ჩამოყალიბდა, რომ ჩემი ცხოვრება გახდა ჩემი პროფესია და ამიტომ სულ მიწევს, როდემდე უნდა ვღელავდე, მოკლედ აი ამ ჩემოდია ნებისმიერი ბიჭი შენთან თავს იგზნობს დაცულად. ანუ ხაგენები. იცი რა ეს კომპლიმენტია? აბა, რატო არ არის ძალიან მაგარი, როცა დადიხარ და რამე რო იყოს, მარტო კი არ ხარ. გერძმაო ის ყავს, გვერდზე, ქვია, პარტნიორი. და იდეა დამიცავს. არა, ეგ თადეგრე არა, ასე რა თქმა უნდა. თუ რამე ხო წაეხმარები, რამე რო იყოს. არ დაშჭირდეს თორე. შენი პროგნოზები როგორია დაახლოებით ხა მაინც მიუხედავად იმისა რომ ჩვენი შოუ იუმორისტულია ჩვენ უკვე შევერჩიეთ იმას რომ მსვლელობის განმავლობაში ხანახან ისეთ კითხვებსაც ვსვავთ რომელიც არის აქტუალური სპეციფიური სიტუაცია და აქედან გამომდინარე როგორი პროგნოზები გაქვს როგორ ხარ განწყობილი რამდენად იმედიანად ხარ
შენი დამოკიდებულება 29 დეკემბერთან დაკავშირებით 29-ში სხვადასხვა ჩემი დაბადების დღეა და ისე დაემთხვა რომ ჩემი დაბადების დღესე ყაველაშვილმა ინაუგურაცია უნდა წარმოთქვას. ასევე სალომე ზურაბიშვილი ალბათ უკვე უნდა გამოვიდეს იმ შენობიდან. აი მოდი აი თემის ირგვლივ ვიტრიალოთ და გითხარი შენი აზრები. გინდა გითხრას სევდა შენი დაბადების დღე 29-ია 14 დეკემბერს იყო ჩემი და მართლა? ყაველაშვილი ამირჩიეს საჩუქრად და ესე იგი რა გამოდის 14-ში შენ დაბადების დღეზე აირჩიეს და 29-ში ჩემ დაბადების დღეზე ინაუგურაცია უნდა ქონდა ეს და 14-ში იყო დაგეგმილი ნაძვისხის ანთება მეთქი ნაძვისხე მაინც ანთონ რომ რაღაცა ისეთი იქნება ნაძვისხეც არ ამინთეს ანუ მარტო ყაველაშვილი მაჩუქეს ნაძვისხეც ვერ გაიმეტა კალაძემ წარმოგიდგენია ხო ჩემი პროგნოზი მოკლედ მე ვცდილობ ამ ბოლო დროს რომ რაღაცა ოპტიმიზმით ვიყო სავსე და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ბიძინა ივანიშვილი აიქ მოსკოვის ელიტურ აგარაკებზე სადაც იყიდა ისეთი მდიდრული სახლი დაფუძნდება და მეტი დრო ექნება რომ მისი შინაური და გარეული ცხოველებისთვის მოიცალოს პირდაპირ დაირები მნიშვნელობით მათ მიხედოს დაფუძნდეს დარჩეს იქ იმიტომ რომ აქ აღარავის სჭირდება ჩემი პროგნოზით მამუკა მდინარაძე ამის შემდგომ დაიწყებს ალბათ ბავშვების მომზადებას მათემატიკაში იმიტომ რომ მას ეს გამოსდის და ბავშვების მომზადებას რომ დაიწყებს მე მინდა რომ მისი ერთ-ერთი მოწაფე ვიყო იმიტომ რომ კალაძის სტანდარტით მეც მოზარდი ვარ და რატომ არა შესაბამისად ვაპირებ რომ მდინარაძეს მივებარო მათემატიკა მასწავლოს ხო კალაძეს არ ვიცი რას უსურებ კალაძის თავს ისეთი გაუგებრობა ხდება რომ არ ვიცი მგონი მას მიხედავენ უჩემოდაც ჩემი პროგნოზების გარეშეც და არ ვიცი მე ჯერა და დარწმუნებული აი ჯერა კიდე ისეთია მგონია რომ მაგ დროს იმეც ეპოტინები მე ვარ დარწმუნებული გამარჯვებაში, იმიტომ რომ მე ხო ვიცი რამდენი დგას და აი ერთხელ მდინარაძე გუჩის ტუფლაკებით ან მის გარეშე რომ გამოვიდეს რუსთაველის გამზირზე და ინახავს რამდენი ხალხი ვდგავართ და მე თვითონვე ექნება პროგნოზი აღარ დაჭირდება აქედან ჩვენი შეთვლება. ისე სხვადასხვა კალაძეს მიკლის უაქამდე ერთხელ და ელოდე მომავალში რომ ესეთი ფრაზა თქვას რომ აი ამდენი ჟურნალისტი კი არ არის ერთი ჟურნალისტია რომელიც გადაიცმევს და მე სხვა არხის ჟურნალისტი ხდება წარმოგიდგინე შენ რომ გადაიცვის ეს ფორმულაზე ხარ გადაიცვის წარმოიდგინე სადაც იმედზე მარტო ნათურებს სახელმწიფო განათებებს აჩვენებენ რომ აი რამდენი ხალხია და იქ ხალხი არ არის კალაძემ რა შეიძლება თქვას ან ყველაფერი მოსალოდნელია იქ ისე როგორი ურთიერთობები გაქვთ თვითონ სხვა ანუ იქ ხო რამოდენიმე სხვადასხვა არხის წარმომადგენლები არიან, ხო? და ბევრი ჟურნალისტი ხართ ერთად და როგორი ურთიერთობები არის ჟურნალისტებს შორის? არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს. არანაირი მეგობრები მე იქით აღარ მყავს იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა. ანუ აი საერთოდ რაღაცნაირად ესე ფილტრავ, ანუ არ არიან ჩემთვის. ოღონდ მე არ მიყვარს ჩხუბი, მე არ მიყვარს ლანძღვა, არ მიყვარს კამათი. ზოგადად არ ვარ აგრესიის მომხრე. აი ერთადერთი რასაც ვფიქრობ, რომ აი მათ თავისი გასაჭირი ეყოფათ. და აღარაფერი არ სჭირდებათ დამატებით. ხო, ну, მე მყავს იქ მეგობრები და რაღაცნაირად სულ მინდა რომ და ჯერა მაინც რაღაცნაირად იმისი რომ ადრე თუ გვიან საქართველოში ეს საშინელი პოლარიზაცია დამთავრდება რა. იმიტომ რომ მე აი წარმოიდგინე რომ ახსენდება რაღაცა პერიოდი ან კარგად და უკვე ძალიან აი ელემენტარული რაღაცები მახსენდება ძალიან ტკბილად. მაგრამ მე მგონია რომ მას შემდეგ რაც ჩვენ დაუბრუნდებით ჩვენ გეს დასავლეთისკენ, შემდეგ უკვე აი პოლარიზაცია მინიმუმამდე დავა და მე უკვე ყველა რაცა ერთობა იქნება დიდი რა ამას ვიცი. აი მე გეტყვი რატომ აღარ მყავს სინამდვილეში ჩვენ ხომ მაგ ადამიანებისთვისაც გვინდა ის სიკეთე რაც იქნება და მათაც გავუზიარებთ, მაგრამ აი როდესაც ჩვენ მუდმივად მათ ვიცავდით წლების განმავლობაში და ახლა ამას როცა მოусმენენ ჩემი ძველი კოლეგები ალბათ ძალიან კარგად გაახსენდება თითოეული შემთხვევა. აი მაკას და შეციკას, გურამ როგავას, მარიამ გაფრინდაშვილის ამბის შემდგომ როდესაც იქ ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო და იქ ნებისმიერი შეიძლება მოეკლათ. პირდაპირ მნიშვნელობით და ფეხქვეშ გაეთელათ შენ კოლეგაზე როდესაც არის საუბარი და შენ ხარ ამ ყველაფრის მიმართ აბსოლუტურად სტერილური, შემდეგ დამაჯერებელი სახით შენ აუდიტორიას ეუბნები, რომ აი იქ რადიკალები დგანან და ისინი იმსახურებენ, რომ ასე მოექცნენ როგორც ექცევიან, ვერანაირი ურთიერთობა ვერ მექნება. ანუ მე ეს არ შემიძლია. კაი, თვითონ როგორ უყურებენ შენ ბოლოდროინდელ ამბებს განსაკუთრებით რახან კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ რომ დაიძაბა ეგ სიტუაცია ოჯახში აი შენები როგორ უყურებენ ამას შენი მეგობრები როგორ უყურებენ ანუ ხშირად გეკონტაქტებიან ნერვიულობენ იმიტომ რომ არ იქნება ახლა მათთვის ადვილი ხო ეს ამბავი ჩემი ოჯახი შეჩვეულია საბედნიეროდ ოჯახში ყველა საკმაოდ ძლიერი მყავს პირველ რიგში მორალურად
იმისთვის რომ იცოდნენ სჯეროდეთ ჩემი გზის, სხვათა შორის ეს მხარდაჭერა რო არა, ალბათ ვერაფერს გავაკეთებდით. ახლა ცოტა სხვანაირი ოჯახის წევრები რომ მყავდნენ, ბუნებრივია ეცდებოდნენ რომ მე ჩამოვშორებოდი საქმეს. აქ პირიქითა მაძლევენ мотивაციას, ყველა ჩართულია პოლიტიკაში, ბებია ჩემა ყველა პოლიტიკოსის სახელი და გვარი იცის, ყველა პოლიტიკური მოვლენა იცის, ან აბსოლუტურად ყველაფერი და გადაცემების მერე მირეკავს ხოლმე ან იქ აქციიდან რო ვაშუქებ, რომ აი იცი რა ბებო, ჩემი აზრით შენ ეს კითხვა უნდა დაგესვა, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ ეს ინფორმაციაც გავრცელდა და შენ ჩემი აზრით გამოტოვე, აი ამ მასშტაბის ჩართულობაზეა საუბარი და ეს მომწონს. ჩემ მეგობრები სულ ჩემ გვერდით არიან დარბევების დროს ძირითადად ალტერნატიული ქურთუკებით, შარულებით, ფეხსაცმელებით დარბიან რომ მეუცებ შევძლო გამოსვლა. მე ჩემი კი აი ტიტუშკებს რომ უნდათ ჩემს სახლში მოსვლა, იქ ჩემი სამეგობრო იყო, სხვათა შორის ჩემი სამეზობლო, რომელიც ვერა და ვერ გავიცანი, იმიტომ რომ რაც იმ სახლში გადავედი, ან რუსულ კანონს ვაპროტესტებ, ან გარუსებას ვაპროტესტებ, ნუ ყველაფერს ვაპროტესტებ, რაც ივანიშვილს უკავშირდება და ის სასტუმროს პრინციპით ხო ცხოვრობ და ეხა რომ გაიგეს რომ ჩემთან აპირებდნენ მოსვლას, ნუ არც მოვიდოდნენ, მაგრამ ეს ხო ყველამ გაიგო და იქ დადგნენ სამი შემოსასვლელი აქვს ჩვენ კორპუსთან, ამ კორპუსებთან დადგნენ რაღაც, ნუ მოკლედ გადასარევი გარემოცვა მყავს. მე აღარ ვიცი ვინა ამ ქვეყანაში ხოცი. მე ვეძებს ანთლით და მდინარაძის გარდა ვერავის ვერ პოულობს. კაი, ახალ წელს როგორი გეგმები გაქვს? რას აპირებ 2024 წელი სად უნდა გააცილო? კოკოლა შეგიძლია მირთვა. მადლობა. წყალი. ჯერ რუსთაველზე და მერე ვნახოთ. ჯერ რუსთაველზე და მერე ვნახოთ. რუსთაველზე უპირობოდ იქ ვიქნები. გივიც იქ მეყოლება. გივიც იქ იქნება. აუცილებლად. მაშინ ესე კი შევხვდებით რუსთაველზე, ხო? საკვირველია. ერთი ისტორია შეიძლება რომ მოუყვეს. რომ შეიძლება კი და აუცილებელია. წინა მოსვლის დროსაც დამავიწყდა და ერთი ისტორია. ხო. პოლიციელებს ეხება, იმიტომ რომ წინაზე მკითხე მახსოვს პოლიციელებთან დაკავშირებით. ოღონდ ეს არის ძველი ამბავი. საკმაოდ ძველი, მაშინ არ იყო ეს დაძაბულობა და ამბავი. სამსახურში ვარ, არის 9-ის ნახევარი. ჯგუფი არის წასული ნატახტარში, იმიტომ რომ მოვიდა ინფორმაცია, რომ ნატახტარში არის სროლა, არის ჩოჩქოლი, დაჭრილი არის ხორცის გამყიდველი. ყასაბი, მოკლედ დაჭრილია, დაცხრილულია ხორცის მაღაზია. ჩვენ გავუშვით ჯგუფი და მოკლედ დროში ვცდილობ, რომ ეს მასალა მივიღო, მოვჭრა, რომ გავუშვა ეთერში რა. კადრები მოდის. იქ ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ და ეს კადრები რომ მოდის, ნახე რომ აი ამ ხორცის მაღაზიაზე არის წარწერა, რომ თუ გასული დაგხვდით, დამირეკეთ. და წერია ტელეფონის ნომერი. ნუ ხორცის გამყიდველის ყასაბის, ხო რა უნდა მეფიქრა, რომ ის იყო ყასაბი. მეთქი რა კარგია. ის ახლა საავადმყოფოშიც რომ იყოს, მის ოჯახის წევრს ხო ექნება ტელეფონი და პირველ წყარო მოყვება, რა მოხდა, ვინ დაესხათავს, როგორ მოხდა. ვრეკა. მესამე ზარზე პასუხობს. ნუ შუახნის მამაკაცი. გამარჯობა, ნუ გამარჯობა. მეთქი მთავარი არხიდან გერაკავთ ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი. პირველ რიგში როგორ გრძნობთ თავს მეთქი და მადლობა, კარგად, ეს ცოტა გაიკვირვა, მაგრამ ნუ მე ვაგრძელებ. მეთქი თქვენ სად იმყოფებით ახლა სახლში ხართ საავადმყოფოში? ალბათ საავადმყოფოში მეთქი. არა, სახლში ვარო რა და აი ისევა პაუზა პასუხებს შორის აშკარად გაკვირვებულია და ნუ ვერ ხვდები რა ხდება. მეთქი როგორ ასეთი ამბავი იყო, სროლა იყო, ხმაური იყო და თქვენ საავადმყოფოში ხომ უნდა იყოთ მე? არა ქალბატონო დიანო, სროლა იყო, ხმაურიც იყო, მაგრამ მე სახლში ვარ. თქვენ დაგჭრეს მეთქი. გოდიში თქვენ დაგჭრეს. თქვენ დაგჭრეს მეთქი და ნუ არ დავუჭო. არა, რას ბრძანებთ მეთქი, თქვენ ხართ დაჭრილი, დაცხრილულია ხორცის მაღაზია და იქ იყო სისხლის ლაქები მეთქი. არა, ქალბატონო დია, საღსალამათი ვარ, ნუ არაფერი მჭირდება. რამდენი იყვნენ მეთქი? რამდენი გესროდათ თქო და ორნი იყვნენ რა და ნუ ისიც ესე ცოტა შეშფოთებული იყო და არ მითიშევს მიგრძელებს ლაპარაკს. ორნი. მეთქი, ვინ არიან თქო ამოცნობა შეგიძლიათ თქო. მე უკვე ამოცნობელი მყავსო და რა ქონდათ მოტივი მეთქი? მოტივი, აბა რა ვიცი, დამნაშავეს რად უნდა მოტივიოთ. გამაგებინეთ მეთქი, თქვენ ახლა ზეწოლას ახდენენ თქვენზე მეთქი და ამიტომ ალბათ რა ხდება გამაგებინეთ. ქალბატონო და ვინ უნდა მოახდინოს ჩემზე ზეწოლა? ნუ აი არ ვჩერდები. აი არ ვჩერდები, ის იძახის რომ არაფერი დამშავებია, მე ვეუბნები რომ გეუბნება რომ კარგად იყავი ნახვამდის. სისხლია ხორცის მაღაზიაში და მეთქი მომისმინეთ თქო. თქვენ ხომ ხორცის გამყიდველი ხართ თქო, თქვენ ხართ ყასაბი მეთქი, ვისაც თავს დაესხნენ, იქ ფულია მოპარული ხორცი წაღებ. არა ქალბატონო დიაო. მე ვარ პატრულ ინსპექტორი. ქალაქ რუსთავიდან ამადა განყოფილების პატრულ ოფიცერია და ნუ ხო ყველაფერი დამემართა, ვერ ხვდები ოღონდ რა მოხდა. ბოლომდე მგონია რომ მატყუებს ეს და რა მოხდა? რა მოხდა? ინდექსი შემეშალა. ხო არის 5-7-7.
მე აკრიბე 5-7 თუ რაღაც და ამ ხელა საქართველოში მაინც და მაინც პოლიციელთან მოხდი. მე იმ კაცს და ვფიქრობდი იმას კი რაცხოვრება აქ რომ ვითომც არაფერი ისე ხდება როლები ყოველდღე. ის კაცი რომელიც სახლშია ოჯახთან ერთად ისვენებს და ამ დროს გირეკავს დედა მამისა. იშვე თქვენ გესროლეს. თქვენ ბატონო დაჭრილი ხართ. თქვენ რა სიტყვით მაგას არა აქვს მნიშვნელობა და როგორ გძნობ თავს. დაჭრილი ხართ თქვენ. ესე ვიცით ჩვენ და მორჩა. ეს ისტორია მინდოდა რომ კანკა ისტორიაა და ისე სხვა აი მიუხედავად იმისა რომ ესეთი რაღაცნაირად შელაპარაკებები გაქვს ხოლმე შენ და თქვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს ისიც თუ არის რაღაცა თქვა შეხუმრებები თუ გაქვთ ერთმანეთთან ახლა ბოლო გინდა არ გინდა ხშირად გიწევთ ერთმანეთის ნახვა და ადამიანები ხართ ეხლა რაც არ უნდა დაძაბულო ხო რაც არ უნდა დაძაბულად იყოთ მაინც რაღაცა მომენტში შეიძლება ხო და რამე როგორი კომუნიკაცია გაქვთ ხოლმე იქ არის მეორე მხარე იმ ყველაფრის რასაც ჩვენ ვხედავთ. აი გააჩნია ნაწილს, აი რომელ დანაყოფს შეხვდები, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. აი თუ პატრულ ინსპექტორები არიან წინა მხარეს, იმიტომ რომ მათ უმეტესობას ვიცნობთ ახლა რაც არ უნდა ნიღბები ეკეთოთ, რა ვიცი, წლებია ვიცნობთ, ხო? მაგ შემთხვევაში არის კომუნიკაცია, არის გადალაპარაკებები, აი თუ სპეცრაზმის რომელიმე კონკრეტული დანაყოფი გადმოვიდა, იქ უკვე გადალაპარაკებას მე იმას ვერ დავარქმევ ახლა. ძალიან დიდი ტყუილი იქნება, იმიტომ რომ ის ხო ეთერში გადის და რანაირად მოვიტყუო ასე რომ გადალაპარაკებები არ გადაძახი. არ არის. სამაგიეროდ მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ყოველთვის ეცოდინებათ, რომ აი მასთან მთხილად იყავი, ანუ შენ იქნები ეგ ვისთანაც მთხილად უნდა იყო. ისე სხვათა შორის დეა ჩვენ რო გადაცემას წერდით, აი ახლა შოუს რო წერდით მონოლოგის დროს ახასნაირი ყიჟინი ისმოდა და გავედით მე ხალხი და გვაინტერესა ერთი რა ხდება და ეს ყიჟინი მოდიდა რუსთაველიდან. როგორც გავიგეთ, სპეცრაზმი ყოფილა აქტოვანებული ბედნიერი იმისგან რომ შენ იქ არ ხარ. და ხარა, ანუ ეს იციან დაზუსტებით. რა არ ვიცი, საიდან გაჟონა ინფორმაცია, მაგრამ ეგ არ ყვიეს და არიან უბედნიერესები, მოკლედ, მაგრამ რა ვიცი, ალბათ ერთადერთი დღეა, როცა რუსთაველზე გასვლას ვაგვიანებ, მაგრამ მაინც მივდივარ და ამიტომ ეს ყიჟინა ნაადრევია. მე სულ ბრუნდები. დეა, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგიდგინე, შემოხვედი, იმიტომ რომ აი ესეთი დაძაბული და ესეთი რთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც მოხვედი და დიდი მადლობა ამისათვის. რა ყიჟინაო, მაინტერესებს. შენი. ხოიცა? შენ შეგიძლია გახდეს სპეცრაზმელი, მაგრამ სპეცრაზმელი ვერ გახდება შენ. წავედი რუსთაველზე. აბა შენიც. ყიჟინა ნაადრევი. კი ბატონო, კარგად დეა. კარგად. რადგან დღეს უფროსი თაობას და ახალგაზრდობას ყველა თითქმის აქციებზია, გადავწყვიტეთ სტუდიაში ბავშვები მოგვეყვანა, რათა რაღაცნაირი ცოტაოდენი ხალისი შემოგვეტანა ამ რთულ პერიოდში. მას ასე მიესალმეთ გადაცემა საქანელოს მსახიობი. მოგდანო. აბა როგორ ახარ? კარგად თქვენ? კარგად, მადლობა. უცებ სკოლაში მიგონა. კარგად, მადლობა. ისე სკოლაში კიდე იციან ხოლმე ის ანბანის მიხედვით რო კითხულობენ ვარ ეგ კიდე არის? აღარ არის? შენთან არის, შენთან აღარ. ხო, სიებს რო კითხულობენ ვინ ესწრება და ვინ არა. კი, სიებთან. აჰა, სიებთან კი. კი, ანბანის მიხედვით არის ჩვენთან. კი ბატონო. ესე იგი, ბავშვები, მოდი თქვათ, თქვით უკვე რომ საქანელო მსახიობები ხართ, რამდენი როლი გაქვთ ნათამაშები, ანუ რამდენი ხანია რაც ამ პროექტში ხართ? მე 4 წელი. მოდი მიყოლებით. შენ 4 წელი, შენ? 4 წელი. მე 5 წელი. აჰა, 5 წელი. შენ? 4 წელი და რამდენიმე თვე. შვენელი, რა დაახლოებით ერთი პერიოდი. აი, ახლა მოდით, ალბათ თავიდან მოვანაზრეთ, რომ ახლა განვასწორებ შეცდომას. თქვენი სახელები რო გითხრათ, რომ ყველამ იცოდეს მაყურებელმა, ვინც არ იცის, ახლა გაიგოს. მე ნიკოლოზი ვარ. ნიკოლოზი. მე მარიამი. მარიამი, შენ? სესილი. სესილი, შენ? მე ალექსანდრე. ალექსანდრე. კი ბატონო, მგონი გამიმახსოვრე. ხო, კაი, პირველ რიგში როგორი არის, ასე ვთქვათ, პოპულარობა, იმიტომ რომ როგორ არის, იცით, ახლა ბავშვები უყურებენ, მშობლებიც უყურებენ. როგორი განცდა და აი ქუჩაში რო გადიხარ, თუ გცნობენ ხოლმე. ძალიან ხშირად. ძალიან ხშირად. ბავშვები სკოლაში ხანახა მოდიან, ვაიმე ეს ვინ არის რაღაცა. ვაიმე ვინ ყავს ყორელი? მე ეგრე ჩემთვისაც არის გარეთ რო გავდივარ ყველა მესევა, იმიტომ ერთხელ რაღაც სახანძრო იყო და მე მეგონა რომ ჩემს სახლთან მიდიოდა და მე მეგონა რომ მეთქი ხანძარი ხوارეის და გავარდი და გამაჩერეს და შესაქანელაში არა და მეთამაშიო რაო და მეც ვეთამაში და მე მეთქი სახლი არ დამეწესდა. შენსკენ ალექსანდრე?
რავი, ხშირად ეგ. ხშირად. მოდიან და გეუბნებიან რომ ხარ. ანუ ცოტა მაინც ხო არ არის შემაწუხებელი? მე ოდნავ ხარ. არა. ბავშვებს უხარია ჩვენი. რაღაცა გესმის სულ რაღაცები ვეი, მაიმე ეს ვინ არის ცოტა ახლა. არ მე ამზიო, ბევრი ლაპარაკი არის. მე ჩემთვის არ არის. აჰა, შემაწუხებელი. კარგი. მოდი ესე ვქნათ, აბა გითხარით ახლა საქანელას გარდა კიდე სად გაქვთ მონაწილეობა მიღებული? მე როგორც ვიცი, ფილმშიც ხართ, ხო, ერთად? დიახ. ბარემ თქვათ ეს რა ფილმია? სუპერმამიკოები. სუპერმამიკოები 4-ვე თამაში. დამაზე აპლოდისმენტები. კი ბატონო. მოდი იცი რა გავაკეთოთ, ანუ სანამ გავაგზავნებთ ამ თემაზე საუბარს, ვნახოთ პირველ რიგში ვიდეო სწორედ ამ ფილმზე. სუპერმამიკოები. ჩვენ გახლავართ აი ამ საბავშვო ბაღის ამღრსდელი მამიკოები. მე ვარ ერთ-ერთი მამა მთავარ როლში. მე ყოველთვის კარგი მამა ვიყავი და ვარ და ფილმშიც გავამართლე შესაბამისად სუპერ მამიკო ვარ, მინდა გითხრათ. ამ ფილმში მონაწილეობენ ისეთი ადამიანები, შეუძლებელია მათ დანახვაზე არ გაგეცინოთ. და საინტერესო ის იყო, რომ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ჩანდა ფილმში. და აი ესეთი მოულოდნელი ეფექტებით იყო რა. ჟირაფი ჟოზე! ფილმი სუპერმამიკოები შექმნილია ბავშვებისთვის, დედიკოებისთვის, მამიკოებისთვის, ბებიკოებისთვის, ბაბუკოებისთვის და აღმოსავლეთში პაპიკოებისთვისაც კი. სად წავიდე? იქ. ბატონო კალბატონო. გადაღების დროს ბავშვები მოვიდნენ ჩემთან, გამარჯობათ, თქვენ ბოროტი ხართ ხო? ნუ აი ყველაფერი ნათელია. თქვენ უნდა მიხედოთ ჩვენ შვილებს. სუპერმამიკოებს უნდა უყუროთ, იმიტომ რომ ფილმში არის ცანცარი, ბზრიალი, ტრიალი და ყველაფერი უბედურება. გასაგებია? ფილმი სუპერმამიკოები იმიტომ არის მაგარი, რომ მან მონაწილეობენ ემილია, ჰალკი, ჟირაფი ჟოზე და ჩვენ საქანელას ბავშვები. თავიდან სულ პირველად რომ მოვედი, ძალიან მეგონა ისე იქნება, გამიძნელდება ცოტათი ნერვიულობდი, რაღაც ტექსტს ვიმეორებდი, მაგრამ რო დაიწყო დავმშვიდი და ძალიან მომეწონა, ძალიან მიხალისე გადაღებაზე და კიდევ მინდა. დედალი მოვა, მე გადაღებებს და მეგობრდი დათას და ალექსას. ყველაზე ძალიან მომეწონა ფილმის სახელი სუპერმამიკოები ჩვენ რო ავიჩიეთ. დედიკო, წადი ახლა ითამაშე, ხომ კიბეებზე არ ახვიდე, კარგი? არ ვიღლებოდი, ძალიან მომწონდა გადაღებები. ჩვენ სუპერმამიკოებს იმიტომ ნაუყუროთ, რომ ძალიან სასაცილო კინოა. ყველაზე მეტად ვიცინე ბოლო სცენაზე საახალწლოზე. ყველაზე მაგარი იყო ცხოველები რომ მოვიყვანეთ. ყველაზე მაგრად ფილმში მომწონს თუთიყუში. ყველაზე მაგრად თამაშობს. დაგვერხა. მე გიჩვენეთ რომ დაესწროთ აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან ისეა მომენტი. მოდი აქ. ბავშვი იყო კიდე რა, იმს თამაშა ჩემ შვილს. ვუბრალდით სუპერმამიკოებს, იმიტომ რომ მე გადამიღეს. ბავშვები უნდა მივიდნენ კინოთეატრში, რომ ნახონ ეს ფილმი, იმიტომ რომ ძალიან სასაცილოა. ყველას მოეწონება ეს კინო. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ კინოთეატრებში ჩემ თავს. სუპერმამიკოები არის პირველი კინო, სადაც მე მივიღე მონაწილეობა. არ გამიჭირდა, მე მგონი არც მამიკოს, მაგრამ არა, ცოტათი გაუჭირდა, მაგრამ მაინც სუპერმამიკოა. სუპერმამიკოები. ჩვენი მოკლედ ბევრი ელოდება ამ ფილმს, იმიტომ რომ ჩვენ წინაზეც იყვნენ უფროსი მსახიობები, აქედან კი აქ იყვნენ და თავისი მოყვეს, საინტერესო იყო გადაღებაზე და რაღაცა ისტორიები მათაც ჰქონდათ გადაღებაზე. თქვენ მინდა გითხოთ, რა დაგამახსოვრდათ გადაღებების დროს ყველაზე მეტად? ლეონ საგანიშვილი რომ მოვიდა. ვინ მოვიდა? ლეონ საგანიშვილი. საგანიშვილი. ქართველი ჰალკი. ვაა, საგინაშვილი. ხო, ქართველი ჰალკი რომ მოვიდა. და კიდევ ის დამამახსოვრდა, რომ აი ფეხბურთელი მოვიდა. ბიჭო, ფეხბურთელი ხელი რომ მოაწერა ფეხბურთელს. ეგეთი ფეხბურთელიც იყო მოსული. მე ყველაზე ის მომეწონა, რომ ანუ დიდი შრომა არის ამაში ჩადებული და მე ყველაზე მეტად
მომეტანა აქედან აი ის სიუჟეტი, ჩვენ რო გამოდივართ სცენაზე და საქანელას იმას ვღარივართ, რა ქვია, სიმღერას, ვღარივართ და მე ბოროტი რო გვიფეთქებს სცენას და ჩვენ რო გავფრთხილავთ. როგორ შეიძლება რომელიმე ბავშვს ეს სცენარი არ მოწონდეს ახლა? სცენაში ხლაპუშკა თუ რაც არის შეაგდებს და ჩვენ აფეთქდება და ცეცხლი წაიკდება და ჩვენ გამოვიქცევთ. ცეცხლი გაწაიგდა რაღაც. შენ ალექსანდრე რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად გადაგა? და მე როცა ჩვენ ორბეთში ვიყავი, ძალიან მაგარი იყო. მაგრამ მკითხელოდა. თან ბატუტებიც იყო და ბატუხტი. კი, მაგრამ მაგარი ყველაზე აი, თული ამ სახეობო და? არა. არა, კი, ცოტა კი. კაი, ალექსანდრე, შენ რა ვფიქრობ, თული ამ სახეობო? კი. ნერვიულობთ ხოლმე სანამ არის? არა. მე არაფერია სანერვიულო. არა, არის სანერვიულო. რაღაც შეგეშლება თავიდან გადაიღო. 4 წელია რაც დავუმართა რა მაქვს სანერვიულო. ო, მე. აბა, გოგო, შენეგათვი. არა, ჩვენ ასაკში არც მე არ მოვიდოდი ხოლმე, როგორ უცნობია, იყოს პირიქით ალბათ არ არის უცნობი. მაგ დროს უფრო ნაკლებად მე რო იზდები, მე უფრო გაგხომე რაღაცეები, თორე მაგ პერიოდში არა. და ყოფილა მომენტები გადაღების დროს, როცა გითხოვთ, რომ აღარ შემილია რა, წავედით და გადავდოთ, მე აღარ მინდა. თუ ჩაგძინებია. თუ ჩაგძინები. თუ ჩაგძინები, ანტუნა მეტანა ეცხებოდა, ძალიან სიცხე იყო და რა დავაშოვე, რა უთხარი. რა დავაშოვე რა. და ესე იგი სუპერ მამიკოებზე ვის დაყავდით ხოლმე გადაღებებზე? ხან დედას, ხან მამას. სუპერ დედიკოებს და სუპერ მამიკოებს და სუპერ ბებოებს. ჩემ ბებიაც მან იყო. სახში როგორი იყო მხარდაჭერა? რას გეუბნებოდნენ ოჯახის წევრები? აი, მარტო სიამოვნებთ? კი, არ პოტონები, მე არა. კი. რამე შენიშნები ხო არ აქვს ხოლმე ხანდახან? აი, თუ ტექსტი შეგეშლება, შეიძლება. პატარა ბავშვი. ყოფილა მომენტი, რომ მაგალითად გაკვეთილები გასაკეთებელი და ამ დროს გადაღება გაქვთ ან რა. მე ხამეს ვათენება გის გამო. მეც. ხელოვნებამ სხვებს ითხოვს ახლა გემოსვლის ხანერად არ ხდება ხო? სილამაზე და ხელოვნებას. მაგრამ მე თუ გაკვეთილები არ დაწერე, დედა არცად არ მიშვებს. ანუ აუცილებელია რომ გაკვეთილები იყოს დაწერილი. კი. საუბრ დედას. აუცილებელია, მე რომ მიყავა სკოლაში. კაი ხანი არ გითამაშია ჩვენთან გადაცემაში რუბრიკა იყო ეგეთი ბლიც კითხვები. ბლიც კითხვები ხო იცით რაც არის? სწრაფი კითხვები. აი უცებ კითხვას დაგისვა, უცებ უნდა მიპასუხო. თუ გინდა დაიაზრეთ, ზოგში არის შინაარსი ჩადებული, ზოგში არ არის. მოკლედ ეგ თქვენი გადასაწყვეტია. მე რომ ვუყურებ თითოეულს დაგისვათ 3-3 კითხვას. კაი, დავიწყოთ შენგან. სიმძიმეების აწევა უფრო მოგწონს თუ დაცემინება? და რატომ? სიმძიმეების აწევა. უფრო კაია, ვიდრე დაცემინება. კი. რო ვერ აცემინებ, ცხვირი მткиვა ხოლმე მე. ლოგიკურია. რა არის ბერმუდის სამკუთხედი? ოკეანეში ისეთ ნაწილია, სადაც ყველა საში არის. ხო, და ხრება იქიდან რაღაცეები. დაბრაზებული ციყვიჯობია თუ მდიდარი მაჩვი? და რატომ? მდიდარი მაჩვი. არ შაუმებს მიყიდეს. მდიდარი მაჩვი არ შაუმებს. ნარახი ყავს ისე მდიდარი მაჩვი. მეც ნარახი ყავს ხათა შორის გაგვიძო არაერთი. კაი, შემდეგი. მოდი გადავიდეთ ახლა სესილისთან. მზად ხარ სესილი? კი. კარგი. ვინ გინდა რომ გესტუმროს ახალ წელს? თოვლის ბაბუა თუ ხუჩა კვარაცხელია? ხუჩა კვარაცხელი. შენი აზრით რა არის გპ-ის ატომური? გპ-ის ატომური? ატომური. გპ-ის ატომური. ატომური იცი რა? კი. ხო და გპ-ის ატომური. დედაბიწის ისა. დედაბიწის შეერთებული შტატი. მალე გველოდება ეგ ფოტოშოპი დედამიწის შეერთებული შტატები ალბათ იქითკენ მიდიოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ატმოსფეროა ეს წყალს რო ათბობს. ატმოსფერო ხო? დედამიწის ატმოსფერო რო ათბობს. ხო, ნუ მიღებულია პასუხი მოკლედ. აი ეგ ისეთი რთული თემაა გპ-ის ატმორია. შენი აზრით ვინ იპოვეს კომპოსტორში? ბავშვი. ბავშვი. კაი, მაშა მოდი აბა ხა შენთან. მზად ხარ? შენი აზრით რა ღირს ჟირაფი? მილიონი მე რა ვიცი. არა, ეგ მარტო კისერი. მთლიანად ჟირაფი? მთლიანად? ხო. 7000 მილიონი. 7000 მილიონი, აბა რა.
რომ გაიზრდები, რას გააფუჭებ? მე რა? ცერაიცი, ხო? რა? გაიზრდები ნახოთ მე. კაი, რა საჭიროა ქმარი? ბავშვი საჭიროა. ბავშვი საჭიროა. კაი, და ალექსანდრე, მოდი ახლა შენთან გადმოვალ, მზად ხარ? კი. კაი. რატომ ვერ დაფრინავს ქათამი? იმიტომ რომ ფრინველი არის, ოღონდ ადაფრინავს. ხო, ნუ ეგრეა. იმიტომ რომ ფრინველია ვერ დაფრინავს. არა, ძაი. რაში ჭირდება თოვლის ბაბუას წვერი? რა, უბრალოდ. უბრალოდ. აი შეიძლება სიბოლო. მამა შენი უფრო სუპერ მამიკოა თუ დედა შენი უფრო სუპერ დედიკო? სუპერ მამიკო. სუპერ მამიკო. დედასგან ელოდე კითხვებს დღეს. მიხვალ შენ სახში. აი, ბავშვებო, ძალიან საყვარლები ხარ, ძალიან კარგები ხარ, მინდა რომ მთელი ცხოვრება ესე იფინებო. დიდი მადლობა პატარა მსახიობს, მე დღეს ამით გადამწყვეტებით. კიდევ ერთხელ მინდა დამდეგი ახალი წელი მოგილოცეთ, გისურვებთ ბედნიერებას, სიყვარულს და რა თქმა უნდა საქართველოს დამოუკიდებლობას და მის დასავლეთთან ინტეგრაციას. ძალიან დიდი მადლობა, კარგად გაგებთ.